ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ისინი მას არ დაანებებდნენ, ამბობს ილია ჭავჭავაძის პირადი მდივანი, რომლის ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 130 წლის შემდეგ, როდესაც მისი შვილიშვილი გვიყვება ოჯახურ არქივში დაცულ მოგონებებზე. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ინახავდა იგი 80 წლის განმავლობაში დოკუმენტებს, რომლებიც ამჟამად ცვლის ყველაფერს, რასაც ვფიქრობდით რუსეთის იმპერიის ცენზურის სისტემაზე? ამ საღამოს სამი ყოფილი ჟანდარმის შთამომავალი პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც მათმა წინაპრებმა 10 წლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობ, რომ იცით ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ 40-წლიანი დევნის შესახებ. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა გაუძლოს იმპერიის მთელ რეპრესიულ მანქანას? რა მეთოდებს იყენებდნენ საიდუმლო სამსახურები? და რატომ ყველა ამ წლის განმავლობაში ისინი ვერასოდეს შეძლეს მისი მორალური მოსპობა? თბილისის ჟანდარმერიის არქივში 1890 წელს აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. საიდუმლო ბრძანება, რომელიც პირდაპირ პეტერბურგიდან მოდიოდა, ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ თვალთვალს. არა უბრალო დაკვირვებას, სრულ კონტროლს მის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ შეხვედრაზე, ყოველ წერილზე. დოკუმენტში ნათქვამი იყო, ჭავჭავაძე უფრო საშიშია ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ნებისმიერი შეიარაღებული აჯანყება. რატომ? რა ჰქონდა ამ ადამიანს, რაც იმპერიას ამდენად აშინებდა? და რატომ 80 წლის შემდეგ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ ცდილობენ დამალვას? წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ იმპერიის საიდუმლო ოპერაციების შესახებ, ყოველი ცენზურის გადაწყვეტილება, ყოველი თვალთვალის ანგარიში, ყოველი მცდელობა მისი დისკრედიტაციისა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება იმპერიის მიმართ თუ გაამჟღავნოთ სიმართლე. 1890 წელს ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატი ჩაედინათ თავიანთი უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ? პირველი ცენზურის დარტყმა მოვიდა 1870 წელს, როდესაც ილიამ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის იმპერიის ეროვნული პოლიტიკის შესახებ. ტექსტი იყო ფრთხილად ჩამოყალიბებული, დიპლომატიური, თითქმის ლოიალური. მაგრამ ცენზორმა გენერალ-მაიორ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის პირადი წარმომადგენელმა წითლად გადახაზა თითქმის ყოველი აბზაცი. არა იმიტომ, რომ ტექსტი იყო რევოლუციური, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ჭკვიანი. ცენზორის ანგარიშში, რომელიც დღემდე ინახება თბილისის სახელმწიფო არქივში, წერია, ჭავჭავაძე არ მოითხოვს დამოუკიდებლობას. მაგრამ აფიქრებს მკითხველს. ეს უფრო საშიშია. რა ლოგიკა იდო ამ სიტყვების უკან? როგორ შეიძლებოდა აზროვნება იყოს უფრო საშიში, ვიდრე აჯანყება? ცენზურის სისტემა რუსეთის იმპერიაში არ იყო მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურა. ეს იყო მთელი რეპრესიული მანქანა, რომელიც მუშაობდა სამ დონეზე. პირველი დონე, ადგილობრივი ცენზორი თბილისში, რომელიც კითხულობდა ყოველ ტექსტს ქართულ ენაზე. მეორე დონე, სპეციალური კომისია კავკასიის მთავარმართებლის ადმინისტრაციაში, რომელიც ამოწმებდა ყველა მნიშვნელოვან პუბლიკაციას. მესამე დონე, პეტერბურგის საიდუმლო კომიტეტი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, რაც ეხებოდა ეროვნულ საკითხებს იმპერიის ყველა კუთხეში. ილია ჭავჭავაძის ყოველი სტატია გადიოდა ამ სამივე ფილტრს. და ყოველ ჯერზე ცენზორები პოულობდნენ რაღაც საშიშს. მაგრამ რა იყო ნამდვილად საშიში ილიას ტექსტებში? არა პირდაპირი მოწოდებები რევოლუციისკენ, მას არასოდეს არ დაუწერია ასეთი რამ. არა ძალადობისკენ მოწოდება, იგი იყო მშვიდობიანი რეფორმების მომხრე. საშიში იყო სხვა რამ, მისი უნარი ეწერა ისე, რომ ადამიანები იწყებდნენ აზროვნებას. 1875 წელს ერთ-ერთმა ცენზორმა ივანე ცაგარელმა დაწერა კონფიდენციალურ ანგარიშში, ჭავჭავაძე არ ამბობს ხალხს, რა უნდა იფიქროს. იგი აიძულებს მათ თავად იფიქრონ. ეს არის ყველაზე საშიში ფორმა პროპაგანდისა. წარმოიდგინეთ, იმპერია ეშინოდა არა იდეების, არამედ თავად აზროვნების პროცესისა. პირველი დიდი კონფლიქტი მოხდა 1876 წელს, როდესაც ილიამ დააარსა გაზეთი კივერია. ლიცენზიის მისაღებად მას დასჭირდა 6 თვე მოლაპარაკებები, 30-ზე მეტი ოფიციალური შუამდგომლობა და პირადი შეხვედრა კავკასიის მთავარმართებელთან. ყოველ ეტაპზე ბიუროკრატები ეძებდნენ მიზეზს უარი ეთქვათ. არასაკმარისი კაპიტალი, არასანდო რედაქტორი, საეჭვო პოლიტიკური ორიენტაცია, ეს იყო ოფიციალური მიზეზები.
მაგრამ რეალური მიზეზი იყო სხვა, იმპერია არ სურდა ქართველებს ჰქონოდათ საკუთარი ხმა. როდესაც საბოლოოდ ლიცენზია გაიცა, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უარის თქმა გახდებოდა ზედმეტად აშკარა ცენზურა, რაც შეიძლებოდა გამოეწვია საერთაშორისო სკანდალი. მაგრამ ლიცენზიის მიღება იყო მხოლოდ დასაწყისი. რეალური ბრძოლა დაიწყო, როდესაც სივერიამ გამოსცა პირველი ნომერი. ცენზორი, კოლეჟის ასესორი პეტრე ბარათაშვილი, დაბრუნდა პირველი ნომრის მაკეტი 30 წითელი შენიშვნით. 30. ერთ ნომერში ილიამ უნდა გადაეწერა თითქმის ნახევარი მასალა. მაგრამ იგი არ დანებდა. იგი იცოდა ერთი საიდუმლო, ცენზორები ეშინოდათ არა იმისა, რასაც ის წერდა, არამედ იმისა, როგორ წერდა. მისი ენა იყო ისეთი ელეგანტური, მისი არგუმენტები ისეთი ლოგიკური, რომ მათი ცენზურა გამოიყურებოდა როგორც ბარბაროსობა. და ეს იყო ილიას პირველი გამარჯვება, იგი აიძულა იმპერია გამოეჩინა თავისი რეალური სახე. ყოველი ნომრის გამოცემა იყო ბრძოლა. ცენზორი კითხულობდა ყოველ სტატიას, ყოველ სიტყვას, ყოველ მძიმეს. ილია იცოდა, რომ მისი ტექსტები კითხულობდა არა მხოლოდ ცენზორი, არამედ მთელი ჯანდარმერიის დეპარტამენტი. ყოველი მისი წინადადება იყო ტაქტიკური ნაბიჯი, როგორ ეთქვა სიმართლე ისე, რომ ცენზორს არ ჰქონოდა ფორმალური საფუძველი ამოეღო იგი. როგორ დაეწერა ეროვნული იდეების შესახებ ისე, რომ ეს არ ჩაითვალოს სეპარატიზმად. როგორ გააკრიტიკოს იმპერიული პოლიტიკა ისე, რომ ეს არ ყოფილიყო პირდაპირ თავდასხმა? ეს იყო ინტელექტუალური ჭადრაკი, სადაც ერთი არასწორი სიტყვა შეიძლებოდა ნიშნავდეს გაზეთის დახურვას. მაგრამ ცენზურა იყო მხოლოდ პირველი ხაზი თავდაცვისა. უკან იდგა რაღაც ბევრად უფრო საშიში თვალთვალის სისტემა. 1869 წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო მუდმივი დაკვირვების ქვეშ. არა ეპიზოდური, არა შემთხვევითი, სისტემატური, ყოველდღიური, ყოველსაათიანი თვალთვალი. ჟანდარმერიის არქივებში დაცულია ასობით ანგარიში მისი მოძრაობების, შეხვედრების, კორესპონდენციის შესახებ. ყოველი მისი ნაბიჯი ფიქსირდებოდა, ყოველი მისი სტუმარი რეგისტრირდებოდა, ყოველი მისი წერილი იხსნებოდა და კოპირდებოდა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ცხოვრობდა ასეთ პირობებში? როგორ შეიძლებოდა იგი აგრძელებდა მუშაობას, იცოდა, რომ მისი ყოველი სიტყვა ისმოდა? თვალთვალის სისტემა იყო ორგანიზებული სამ დონეზე. პირველი, გარე დაკვირვება. ილიას სახლის მოპირდაპირედ ერთ-ერთ შენობაში მუდმივად იყო განთავსებული ჟანდარმი, რომელიც აღრიცხავდა ყველა ვიზიტორს. მეორე, საფოსტო კონტროლი. ყოველი წერილი, რომელიც ილია იღებდა, ანაგზავნიდა, გადიოდა შავი კაბინეტის მეშვეობით სპეციალური სამსახური, რომელიც აღებდა კორესპონდენციას, კოპირებდა მას და აბრუნებდა კონვერტში ისე, რომ ადრესატი არ შეამჩნევდა. მესამე, აგენტურა. ილიას გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც აცნობებდნენ ჟანდარმერიას მის საუბრებზე, გეგმებზე, განწყობაზე. რამდენი ასეთი აგენტი იყო? ვინ იყვნენ ისინი? და რატომ ყველა ამ წლის განმავლობაში ილია არასოდეს არ ეცადა მათ გამოვლენას? 1870 წელს ჟანდარმერიის უფროსმა კავკასიაში, გენერალ-მაიორ ალექსანდრე პოტაპოვმა, შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო ილია ჭავჭავაძის კონტროლი. ჯგუფი შედგებოდა 6 ოფიცრისგან და უცნობი რაოდენობის ინფორმატორებისგან. მათი ანგარიშები იგზავნებოდა პირდაპირ პეტერბურგში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირად კანცელარიაში. წარმოიდგინეთ, მთელი ჯგუფი, რომლის ერთადერთი სამუშაო იყო ერთი ადამიანის თვალთვალი. რა ხარჯები იყო ამაზე? რა რესურსები? და რატომ იმპერია თვლიდა, რომ ეს იყო გამართლებული? ანგარიშები იყო დეტალური აბსურდამდე. 1870 წლის თებერვლის 30. ჭავჭავაძე გავიდა სახლიდან 9 საათზე დილით. მივიდა რედაქციაში. შეხვდა ორ ვიზიტორს, ერთი იყო ახალგაზრდა სტუდენტი, მეორე, უცნობი ქალბატონი. საუბარი გაგრძელდა 2 საათი. შემდეგ ჭავჭავაძე გავიდა ქუჩაში, იარა 20 წუთი, შევიდა წიგნის მაღაზიაში, იყიდა 2 წიგნი, ერთი რუსულ ენაზე, ერთი ფრანგულად. დაბრუნდა რედაქციაში 3 საათზე. მუშაობდა საღამოს 7 საათამდე. ასეთი ანგარიშები იწერებოდა ყოველ დღე. ყოველ დღე. 80 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ცხოვრობდა, იცოდა, რომ მისი ყოველი ნაბიჯი აღირიცხებოდა? მაგრამ ყველაზე საშიში არ იყო გარე თვალთვალი. ყველაზე საშიში იყო ის, რომ იმპერია ცდილობდა შეღწევას ილიას პირად წრეში.
ჟანდარმერია ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ახლოს მასთან, მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები. მათ სთავაზობდნენ ფულს, პოზიციებს, დაცვას სანაცვლოდ ინფორმაციისა. ზოგიერთი ეთანხმებოდა, ზოგიერთი უარს ამბობდა, მაგრამ ილია არასოდეს არ იცოდა ზუსტად ვინ იყო ვინ. ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორის ფორმა, შენ არ იცი ვის შეგიძლია ენდო. შენ არ იცი ვინ გადასცემს შენ სიტყვებს ჟანდარმერიას. შენ არ იცი რომელი შენი მეგობარი არის ინფორმატორი. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ცხოვრობდა ასეთ ეჩვიანობაში? 1875 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოავლინა თვალთვალის სისტემის რეალური მასშტაბი. ილიამ გაგზავნა კონფიდენციალური წერილი თავის მეგობარზე, დიმიტრი კიფიანზე, რომელიც იმყოფებოდა პეტერბურგში. წერილში იგი აღწერდა თავის გეგმებს ახალი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. წერილი არასოდეს არ მიუვიდა კიფიანს. ნაცვლად ამისა 2 კვირის შემდეგ ილია მიიღო ოფიციალური გაფრთხილება კავკასიის მთავარმართებლის ადმინისტრაციიდან, მას ეკრძალებოდა ყოველგვარი საგანმანათლებლო საქმიანობა საეჭვო პოლიტიკური ორიენტაციის გამო. როგორ შეიტყვეს ისინი წერილის შინაარსზე? როგორ მოხდა, რომ კერძო კორესპონდენცია გახდა საფუძველი ოფიციალური რეპრესიისთვის? და რამდენი სხვა წერილი იყო გახსნილი, წაკითხული, გამოყენებული მის წინააღმდეგ? ილია იცოდა, რომ მისი წერილები კითხულობდნენ. მაგრამ იგი არ შეწყვეტდა წერას. იგი შეიმუშავა სპეციალური კოდი, არა კრიპტოგრაფიული, არამედ ლინგვისტური. იგი წერდა ისე, რომ მისი რეალური მეგობრები ესმოდათ ნამდვილი მნიშვნელობა, ხოლო ცენზორები ხედავდნენ მხოლოდ უნებელ ტექსტს. მაგალითად, როდესაც იგი წერდა ჩვენი საერთო საქმე, ეს ნიშნავდა ეროვნულ მოძრაობას. როდესაც იგი წერდა ლიტერატურული პროექტი, ეს ნიშნავდა პოლიტიკურ ორგანიზაციას. როდესაც იგი წერდა ახალი წიგნი, ეს ნიშნავდა ახალ გაზეთს. ეს იყო ენობრივი პარტიზანული ომი, ბრძოლა სიტყვებით იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც კონტროლირებდა ყველა სიტყვას. მაგრამ რატომ? რატომ იმპერია ხარჯავდა ამდენ რესურსს ერთი ადამიანის კონტროლზე? რა იყო ილია ჭავჭავაძეში, რაც ამდენად აშინებდა მათ? პასუხი იყო მარტივი და საშიში ერთდროულად. ილია არ იყო მხოლოდ მწერალი ან ჟურნალისტი. იგი იყო სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი შეიძლებოდა ფიქრობდა დამოუკიდებლად, მოქმედებდა ორგანიზებულად, ებრძოლა ინტელექტუალურად. და ეს იყო ყველაზე საშიში რამ იმპერიისთვის, არა შეიარაღებული აჯანყება, რომელიც შეიძლებოდა ჩახშულიყო ძალით, არამედ ინტელექტუალური წინააღმდეგობა, რომელიც არ შეიძლებოდა დამარცხებულიყო ტყვიებით. როგორ იბრძვი იდეის წინააღმდეგ? როგორ ახშობ აზროვნებას? როგორ ანადგურებ სიმბოლოს, რომელიც ცოცხალია მილიონობის გონებაში? 1875 წელს იმპერიამ შეცვალა ტაქტიკა. თუ პირდაპირი ცენზურა და თვალთვალი არ მუშაობდა, მაშინ საჭირო იყო რაღაც უფრო დახვეწილი დისკრედიტაცია. არა უბრალოდ ჩახშობა, არამედ მორალური განადგურება. იმპერიის პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო სისტემატური კამპანია ილია ჭავჭავაძის რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ იყო ქაოსური თავდასხმები, ეს იყო კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული ოპერაცია, რომელიც მართავდა პირდაპირ პეტერბურგიდან. როგორ მუშაობდა ეს სისტემა? ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წერდნენ ამ დისკრედიტაციულ სტატიებს? და რატომ ყველა ამ წლის განმავლობაში ილია არასოდეს არ უპასუხა მათ იმავე მონეტით? პირველი დისკრედიტაციული სტატია გამოქვეყნდა რუსულენოვან გაზეთში კავკაზ 1876 წლის მარტში. სტატიის ავტორი იყო ფსევდონიმით რუსი მეგობარი, მაგრამ სტილი და ინფორმაცია მიუთითებდა, რომ ავტორი იყო ახლოს ჟანდარმერიასთან. სტატიაში ილია ჭავჭავაძე აღწერილი იყო როგორც ფარული სეპარატისტი, ეროვნული ექსტრემისტის და იმპერიის მტერი. მაგრამ ყველაზე საშიში არ იყო ეს ბრალდებები, ყველაზე საშიში იყო ის, რომ სტატია შეიცავდა დეტალებს ილიას პირადი ცხოვრებიდან, რომლებიც შეიძლებოდა იცოდა მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებმა ან თვალთვალის სამსახურმა. ეს იყო გზავნილი, ჩვენ ვიცით ყველაფერი შენზე და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია შენს წინააღმდეგ. დისკრედიტაციის კამპანია არ შემოიფარგლებოდა ერთი სტატიით. მომდევნო თვეების განმავლობაში რუსულენოვან პრესაში გამოჩნდა მთელი სერია მასალებისა, რომლებიც ყველა ერთსა და იმავე ხაზს იმეორებდა. ილია ჭავჭავაძე არის საშიში ეროვნული ექსტრემისტი, რომელიც ცდილობს დაშლას იმპერიის ერთიანობისა. სტატიები იყო დაწერილი სხვადასხვა ავტორების მიერ, გამოქვეყნებული სხვადასხვა გაზეთებში, მაგრამ ყველა მათგანი იყენებდა იდენტურ არგუმენტებს, იდენტურ ფაქტებს, თუნდაც იდენტურ ფორმულირებებს.
ეს არ შეიძლებოდა იყოს შემთხვევითობა. ეს იყო კოორდინირებული კამპანია, რომელსაც მართავდა ერთი ცენტრი, მაგრამ რომელი და ვინ იყო ადამიანები, რომლებიც წერდნენ ამ სტატიებს. ჟანდარმერიის არქივებში, რომლებიც გახსნილი იქნა 1990 წლებში, აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც პასუხობდა ამ კითხვებს. არსებობდა სპეციალური ბიუჯეტი ინფორმაციული ოპერაციებისთვის კავკასიაში, ფული, რომელიც იხარჯებოდა ჟურნალისტების, რედაქტორების და გამომცემლების დასაქირავებლად, რომლებიც წერდნენ დისკრედიტაციულ მასალებს. ბიუჯეტი იყო მნიშვნელოვანი, 10,000 რუბლი წელიწადში, რაც იმ დროს იყო უზარმაზარი თანხა. ეს ნიშნავდა, რომ იმპერია თვლიდა ინფორმაციულ ომს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტად. რატომ? რა იყო ამ ადამიანში, რაც ამდენად აშინებდა მათ? მაგრამ დისკრედიტაცია არ შემოიფარგლებოდა პრესით. იმპერია იყენებდა ყველა შესაძლო არხს, ოფიციალურ დოკუმენტებს, სასამართლო პროცესებს, ეკლესიურ ქადაგებებს, თუნდაც ფოლკლორს. 1877 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთმა მღვდელმა საქართველოში დაიწყო ქადაგებები, სადაც ისინი აკრიტიკებდნენ ეროვნულ ამპარტავნებას და სეპარატისტულ ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ასახელებდნენ ილია ჭავჭავაძეს პირდაპირ, ყველასთვის იყო ნათელი, ვის ეხებოდა ეს ქადაგებები. ეკლესია, რომელიც უნდა ყოფილიყო სულიერი ინსტიტუტი, გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი იმპერიის მიერ. როგორ შეიძლებოდა ეს? როგორ შეიძლებოდა რელიგია გამოყენებულიყო პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის? ილია ჭავჭავაძის რეაქცია იყო გასაოცარი. იგი არ უპასუხა თავდასხმებს. იგი არ დაწერა დისკრედიტაციული სტატიები თავის მოწინააღმდეგეების შესახებ. იგი არ გამოიყენა იგივე მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ მის წინააღმდეგ. ნაცვლად ამისა, იგი განაგრძობდა თავის მუშაობას, წერდა სტატიებს, აქვეყნებდა გაზეთს, ორგანიზებდა საგანმანათლებლო პროექტებს. მისი სტრატეგია იყო მარტივი: საუკეთესო პასუხი ტყუილზე არის სიმართლე. საუკეთესო პასუხი სიძულვილზე არის სიყვარული, საუკეთესო პასუხი დისკრედიტაციაზე არის ღირსეული მუშაობა. ეს იყო მორალური პოზიცია, რომელიც აშინებდა იმპერიას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური მანიფესტი. რატომ? რომ ეს აჩვენებდა, რომ ილია ჭავჭავაძე იყო უფრო ძლიერი მორალურად, ვიდრე მთელი იმპერიული მანქანა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ დისკრედიტაცია არ აზიანებდა მას. ყოველი ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა მის შესახებ, აზიანებდა მის რეპუტაციას. ყოველი ბრალდება, რომელიც გამოქვეყნდებოდა პრესაში, აიძულებდა ადამიანებს ეჭვი შეეტანათ მის მიმართ. ყოველი ქადაგება, რომელიც ითქმოდა ეკლესიაში, აშორებდა მას ზოგიერთ მორწმუნეს. დისკრედიტაციის კამპანია მუშაობდა, არა იმიტომ, რომ ადამიანები სრულად სჯეროდათ ბრალდებებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქმნიდნენ ეჭვის ატმოსფეროს. და ეჭვი იყო საკმარისი, რომ შეეშალა ხელი ილიას მუშაობას. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ებრძოლა ეჭვს? როგორ შეიძლებოდა დაემტკიცებინა უდანაშაულობა? როდესაც ბრალდებები იყო ისეთი ბუნდოვანი და ზოგადი, რომ მათი უარყოფა იყო თითქმის შეუძლებელი. 1879 წელს დისკრედიტაციის კამპანიამ მიაღწია ახალ დონეს. გაზეთ კავკასში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ილია ჭავჭავაძე იყო დაკავშირებული საერთაშორისო რევოლუციურ ორგანიზაციებთან. სტატია არ იძლეოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, მაგრამ იგი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ილია იყო ნაწილი რაღაც დიდი საერთაშორისო შეთქმულებისა იმპერიის წინააღმდეგ. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაციის ტექნიკა, შერევა მცირე რაოდენობის ფაქტებისა დიდი რაოდენობის სპეკულაციებთან, რათა შექმნილიყო ისეთი ნარატივი, რომელიც გამოიყურებოდა დამაჯერებლად, მაგრამ რომელიც იყო ფუნდამენტურად ტყუილი. და ეს მუშაობდა. ბევრი ადამიანი, რომლებიც არ იცნობდნენ ილიას, პირადად იწყებდნენ ეჭვის შეტანას მის მიმართ. მაგრამ ყველაზე საშიში არ იყო ის, რასაც წერდნენ რუსულენოვან პრესაში. ყველაზე საშიში იყო ის, რომ იმპერია ცდილობდა გამოეყენებინა ქართველი ავტორები დისკრედიტაციის კამპანიაში. ჟანდარმერია ეძებდა ქართველ ინტელექტუალებს, რომლებსაც ჰქონდათ პირადი კონფლიქტები ილიასთან, ან რომლებიც იყვნენ უბრალოდ ამბიციური და მზად იყვნენ ნებისმიერ რამეზე წასვლა კარიერული წინსვლისთვის. მათ სთავაზობდნენ პუბლიკაციის შესაძლებლობებს, ფინანსურ მხარდაჭერას, პოლიტიკურ პროტექციას, ყველაფერს, რაც საჭირო იყო, რომ ისინი დაეწერათ სტატიები ილია ჭავჭავაძის კრიტიკით. ზოგიერთი ეთანხმებოდა, და ეს იყო ყველაზე მტკივნეული, როდესაც თავდასხმა მოდიოდა არა რუსი ოფიციალური პირებისგან, არამედ საკუთარი ხალხის წარმომადგენლებისგან. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაუძლოს ასეთ ღალატს? ილია იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
იგი იცოდა, რატომ წერდნენ ისინი იმას, რასაც წერდნენ, მაგრამ იგი არასოდეს არ გამოაქვეყნა მათი სახელები. იგი არასოდეს არ დაწერა სტატიები მათ შესახებ. იგი არასოდეს არ ცდილობდა მათი საჯაროდ დისკრედიტაციას. რატომ? რადგან იგი ესმოდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რასაც იმპერიას სურდა, დაყოფა ქართველი ინტელექტუალების შორის, შიდა კონფლიქტები, რომლებიც შეასუსტებდა ეროვნულ მოძრაობას. ილიას სტრატეგია იყო სხვა, იგნორირება. არა იმიტომ, რომ იგი არ ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ იგი ესმოდა, რომ საუკეთესო გზა ბრძოლისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ იყო არა კონტრდეზინფორმაცია, არამედ სიმართლის გაგრძელება. ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ მორალურ ძალას. 1890 წელს იმპერიამ დაამატა ახალი ინსტრუმენტი თავის არსენალში, ეკონომიკური ზეწოლა. თუ ცენზურა, თვალთვალი და დისკრედიტაცია არ მუშაობდა, მაშინ შეიძლება მუშაობდა ფინანსური ხელშეშლა. გაზეთ ტივერიას დაწყებული იყო ფინანსური პრობლემები, არა იმიტომ, რომ არ ჰყავდა მკითხველები, არამედ იმიტომ, რომ იმპერია იყენებდა ყველა შესაძლო მეთოდს, რომ შეეშალა ხელი მის ფუნქციონირებას. როგორ? რა კონკრეტული მეთოდები იყო გამოყენებული? და როგორ შეძლო ილიამ გადარჩენა გაზეთი ყველა ამ ზეწოლის მიუხედავად? პირველი მეთოდი იყო რეკლამის ბლოკირება. 1890 წლებში გაზეთების მთავარი შემოსავალი იყო რეკლამა. მაგრამ ივერიას ჰქონდა უზარმაზარი სირთულეები რეკლამის მოზიდვაში. რატომ? რადგან ჟანდარმერია აფრთხილებდა ბიზნესმენებს, რომ რეკლამის განთავსება ივერიაში შეიძლებოდა ჩაითვალოს როგორც მხარდაჭერა სეპარატისტული გამოცემისა და გამოიწვიოს პრობლემები მათი ბიზნესისთვის. ეს არ იყო ოფიციალური აკრძალვა, ეს იყო არაფორმალური ზეწოლა, რომელიც იყო ბევრად უფრო ეფექტური. ბიზნესმენები ეშინოდათ. ისინი არ სურდათ პრობლემები ხელისუფლებასთან. და ისინი არ აძლევდნენ რეკლამას ივერიას. როგორ შეიძლებოდა გაზეთა გადარჩენილიყო ფინანსურად ასეთ პირობებში? მეორე მეთოდი იყო დისტრიბუციის ხელშეშლა. გაზეთის გავრცელება იმპერიაში მოითხოვდა სპეციალურ ნებართვებს და ლიცენზიებს. ივერიას ჰქონდა ეს ნებართვები, მაგრამ მათი რეალიზაცია იყო მუდმივად შეფერხებული. საფოსტო სამსახური კარგავდა გაზეთის ნომრებს. დისტრიბუტორები ივიწყებდნენ მიაწოდონ გაზეთა გამოწერილებს. წიგნის მაღაზიები არ ჰქონდათ ადგილი გაზეთის განთავსებისთვის. ყოველი ეს შემთხვევითობა იყო ნაწილი კოორდინირებული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავდა გაზეთის იზოლაციას მკითხველებისგან. და ეს მუშაობდა, ივერიას ტირაჟი მცირდებოდა არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურდათ მისი კითხვა, არამედ იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ მისი შოვნა. მესამე მეთოდი იყო ფინანსური ინსპექციები. 1890 წლებში ივერია გადიოდა ფინანსურ ინსპექციას საშუალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ, ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერი სხვა გაზეთა საქართველოში. ინსპექტორები ეძებდნენ ნებისმიერ მცირე დარღვევას, ნებისმიერ ბუღალტრულ შეცდომას, ნებისმიერ ფორმალურ პრობლემას, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც საფუძველი ჯარიმებისთვის ან თუნდაც გაზეთის დახურვისთვის. ილია იცოდა, რომ ეს ინსპექციები არ იყო რუტინული, ეს იყო ნაწილი დაწნეხვის სისტემისა. მაგრამ იგი არ შეწყვეტდა. იგი ინახავდა იდეალურ ბუღალტერიას, იხდიდა ყველა გადასახადს დროულად, ასრულებდა ყველა ფორმალურ მოთხოვნას. ეს იყო ამომწურავი, ეს იყო დამღლელი, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. მაგრამ ყველაზე საშიში ეკონომიკური ზეწოლა იყო პირადი. 1895 წელს ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა პირადი ფინანსური კრიზისი. მისი ოჯახური მამული, რომელიც იყო მისი მთავარი შემოსავლის წყარო, იყო დატვირთული ვალებით. რატომ? რადგან ილია ხარჯავდა თითქმის ყველა თავის შემოსავალს ივერიის დაფინანსებაზე, საგანმანათლებლო პროექტებზე, საქველმოქმედო საქმიანობაზე. იგი არ ინახავდა ფულს თავისთვის. იგი არ აშენებდა პალატებს. იგი არ ყიდულობდა ძვირფას ნივთებს. ყველაფერი, რაც ჰქონდა, ხარჯავდა საერთო საქმეზე. და ახლა, როდესაც მას ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება, ბანკები უარს ამბობდნენ სესხის გაცემაზე. რატომ? რადგან ჟანდარმერია აფრთხილებდა ბანკებს, რომ სესხის გაცემა ილია ჭავჭავაძისთვის შეიძლებოდა ჩაითვალოს როგორც ფინანსური მხარდაჭერა სეპარატისტული საქმიანობისა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გადარჩენილიყო ასეთ ფინანსურ იზოლაციაში? ილიას მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას. ისინი აგროვებდნენ ფულს, სთავაზობდნენ სესხებს, ეხმარებოდნენ გაზეთის დაფინანსებაში. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
ივერია საჭიროებდა მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას. და ეს მხარდაჭერა იყო სულ უფრო რთული მოსაძიებნად. 1896 წელს ილიამ უნდა მიეღო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში, გაეყიდა ნაწილი თავისი მამულისა, რათა გადაერჩინა გაზეთა. ეს იყო პირადი მსხვერპლი, რომელიც აჩვენებდა, რამდენად სერიოზულად იღებდა იგი თავის მისიას. მაგრამ ეს ასევე იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად ეფექტური იყო იმპერიის ეკონომიკური ზეწოლა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაეგრძელებინა ბრძოლა, როდესაც იგი კარგავდა ყველაფერს, რაც ჰქონდა? პასუხი იყო მარტივი და ამავე დროს რთული. ილია არ იბრძოდა მატერიალური სიმდიდრისთვის. იგი იბრძოდა იდეისთვის. და იდეა არ შეიძლებოდა გაყიდულიყო, არ შეიძლებოდა დაკარგულიყო, არ შეიძლებოდა წაერთმიათ. ეს იყო ის, რასაც იმპერია ვერასოდეს ვერ გაიგებდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ფასობს იდეებს უფრო მეტად, ვიდრე ფულს, ფასობს პრინციპებს უფრო მეტად, ვიდრე კომფორტს, ფასობს სიმართლეს უფრო მეტად, ვიდრე უსაფრთხოებას. და ეს იყო ის, რაც აშინებდა იმპერიას ყველაზე მეტად, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არ შეიძლებოდა შეძენილიყვნენ, არ შეიძლებოდა დაშინებულიყვნენ, არ შეიძლებოდა მოსპობილიყვნენ. როგორ იბრძვი ასეთი ადამიანის წინააღმდეგ? როგორ ანადგურებ იდეას, რომელიც ცოცხალია არა ფულში, არამედ გულებში? წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილას ივიწყებთ და იცით, დღეს შეიძლება იყოს ბოლო დღე, როდესაც შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ საღამოს იძინებთ და არ იცით, ხვალ კიდევ იქნება თქვენი გაზეთა, თუ ცენზორები საბოლოოდ დახურავენ მას. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ წუთს ცხოვრობთ იმის გაცნობიერებით, რომ თქვენი ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საფუძველი ახალი რეპრესიისთვის. ასე ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე 1890 წლებში. მაგრამ ყველაზე გასაოცარი არ არის ის, რომ იგი ცხოვრობდა ასეთ პირობებში, ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ იგი არ შეწყვეტდა. არასოდეს. არც ერთ დღეს. რა იყო მისი საიდუმლო? როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა გაუძლოს 40 წლის განმავლობაში იმპერიის მთელ რეპრესიულ მანქანას? 1889 წელს იმპერიამ გამოიყენა ახალი ტაქტიკა, არა პირდაპირ თავდასხმა ილიაზე, არამედ თავდასხმა მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. თუ ვერ შეძლებდნენ მის მოსპობას, მაშინ შეეძლოთ მისი იზოლაცია. ერთი მეორის მიყოლებით, ილიას ახლო თანამშრომლები იწყებდნენ პრობლემების გამოცდას. ერთს უარი ეთქვა სამსახურში დაწინაურებაზე, საეჭვო კავშირების გამო. მეორეს შეუწყდა სახელმწიფო პენსია, ადმინისტრაციული შეცდომის გამო. მესამეს შეეზღუდა მოძრაობის თავისუფლება უსაფრთხოების მიზეზებით. ყოველი ეს შემთხვევითობა იყო ნაწილი კოორდინირებული სტრატეგიისა, აჩვენე ადამიანებს, რომ ილია ჭავჭავაძესთან ასოცირება იყო საშიში. აიძულე ისინი. აირჩიონ მათი კარიერა თუ მათი პრინციპები. და ბევრი ირჩევდა კარიერას. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაეგრძელებინა ბრძოლა, როდესაც ხედავდა, რომ მისი მეგობრები იტანჯებოდნენ მის გამო? ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შემთხვევა მოხდა 1889 წლის ზაფხულში. ილიას ახლო მეგობარი და თანამშრომელი, ახალგაზრდა ჟურნალისტი გიორგი წერეთელი დააპატიმრეს სახელმწიფო წესრიგის დარღვევის ბრალდებით. რეალური მიზეზი იყო სხვა, იგი დაწერა სტატია, რომელშიც აკრიტიკებდა ცენზურის სისტემას. სტატია გამოქვეყნდა ივერიაში და ილია, როგორც რედაქტორი, იყო პასუხისმგებელი მის შინაარსზე. მაგრამ ჟანდარმერიამ დააპატიმრა არა ილია, არამედ წერეთელი. რატომ? რადგან ისინი იცოდნენ, რომ ილიას დაპატიმრება გამოიწვევდა საჯარო აღშფოთებას, ხოლო ახალგაზრდა ჟურნალისტის დაპატიმრება იქნებოდა გაფრთხილება ილიასთვის, შეწყვიტე, თორემ შენი ადამიანები იტანჯებიან. ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორის ახალი ფორმა, არა პირდაპირი ძალადობა. არამედ არაპირდაპირი დაშინება. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაუძლოს ასეთ ზეწოლას? წერეთელი გაატარა 6 თვე ციხეში. 6 თვე, რომლის განმავლობაში ილია ყოველდღე ცდილობდა მისი გათავისუფლების მოპოვებას, წერდა შუამდგომლობებს, ხვდებოდა ოფიციალურ პირებს, ეძებდა იურიდიულ გზებს. მაგრამ ყოველი მისი მცდელობა ნაწყვეტდებოდა ბიუროკრატიულ კედლებზე. საქმე განხილვაშია, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დაელოდეთ შემდგომ შეტყობინებას, ეს იყო სტანდარტული პასუხები, რომლებიც ნიშნავდა ერთს, ჩვენ გვინდა რომ შენ იტანჯო, ხედავდე როგორ იტანჯება შენი ადამიანი და იგრძნო თავი უძლურად. ეს იყო ფსიქოლოგიური წამება, არა ფიზიკური ტკივილი, არამედ მორალური ტანჯვა, რომელიც შეიძლება იყოს უფრო მძიმე. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაეგრძელებინა მუშაობა, როდესაც იცოდა, რომ მისი მუშაობა იწვევდა სხვების ტანჯვას? მაგრამ ილია არ შეწყვეტდა.
იგი განაგრძობდა გაზეთის გამოცემას, განაგრძობდა სტატიების წერას. განაგრძობდა ბრძოლას. რატომ? რადგან იგი ესმოდა, რომ შეწყვეტა იქნებოდა ზუსტად ის, რასაც იმპერია სურდა. შეწყვეტა იქნებოდა გამარჯვება მათთვის. შეწყვეტა იქნებოდა ღალატი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სჯეროდათ მას, ენდობოდნენ მას, მიჰყვებოდნენ მას. და ილია არ შეეძლო ეს. იგი არ შეეძლო ღალატი ჩაედინა იმ იდეის მიმართ, რომლისთვისაც იბრძოდა ყველა ამ წლის განმავლობაში. ეს იყო მორალური არჩევანი, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ ძალას, არა ფიზიკურ, არამედ სულიერ ძალას, რომელიც იყო ბევრად უფრო იშვიათი და ბევრად უფრო ძვირფასი. როდესაც წერეთელი საბოლოოდ გათავისუფლდა, იგი იყო შეცვლილი ადამიანი. 6 თვემ ციხეში დატოვა კვალი მის ფსიქიკაზე. მაგრამ პირველი, რაც მან თქვა ილიასთან შეხვედრისას, იყო, არ შეწყვიტო. არასოდეს არ შეწყვიტო. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევწყვიტოთ. ეს იყო ის, რაც აძლევდა ილიას ძალას გაეგრძელებინა, არა მხოლოდ მისი საკუთარი რწმენა. არამედ რწმენა იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ მასთან, რომლებიც იტანჯებოდნენ მასთან ერთად, რომლებიც არანებებდნენ მიუხედავად ყველაფრისა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ღალატი ჩაედინა ასეთი ერთგულების მიმართ? როგორ შეიძლებოდა იგი შეეწყვიტა, როდესაც ხედავდა, რომ სხვები მზად იყვნენ გაეგრძელებინათ? 1889 წლის ბოლოს იმპერიამ გამოიყენა ახალი მეთოდი, არა რეპრესია, არამედ კოოპტაცია. თუ ვერ შეძლებდნენ ილიას მოსპობას ძალით, მაშინ შეიძლება შეეძლოთ მისი შეძენა. 1900 წელს კავკასიის ახალმა მთავარმართებელმა, გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა, მოიწვია ილია ჭავჭავაძე პირად შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართა თბილისის სასახლეში, დახურულ კაბინეტში, მხოლოდ 2 ადამიანის თანდასწრებით. რა ითქვა ამ შეხვედრაზე? რა შესთავაზა მთავარმართებელმა ილიას? და რატომ ყველა ამ წლის შემდეგ ილია არასოდეს არ ისაუბრა ამ შეხვედრაზე საჯაროდ? ჟანდარმერიის არქივებში დაცულია მოკლე ანგარიში ამ შეხვედრის შესახებ. დაწერილი ვორონცოვ-დაშკოვის პირადი მდივნის მიერ. ანგარიში არის ფრთხილად ჩამოყალიბებული, მაგრამ იგი იძლევა მინიშნებებს იმაზე, რაც მოხდა. მთავარმართებელმა შესთავაზა ილიას თანამშრომლობა, არა როგორც ინფორმატორს, არამედ როგორც კონსულტანტს ეროვნულ საკითხებში. მას შესთავაზეს ოფიციალური პოზიცია ადმინისტრაციაში, ხელფასი, გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სანაცვლოდ ილია უნდა შეეწყვიტა კრიტიკა იმპერიული პოლიტიკის მიმართ და გამხდარიყო ხიდი იმპერიასა და ქართულ ხალხს შორის. ეს იყო კლასიკური კოოპტაციის სტრატეგია, შეიძინე ლიდერი და შენაკონტროლებ მოძრაობას. მაგრამ ილიას პასუხი იყო მკაფიო და კატეგორიული, არა. რატომ? რატომ უარი თქვა ილიამ შესაძლებლობაზე, რომელიც შეიძლებოდა მოეტანა მას პირადი სარგებელი და შეიძლება თუნდაც რეალური გავლენა პოლიტიკაზე? რადგან იგი ესმოდა, რომ ეს იყო ხაფანგი. თანამშრომლობა იმპერიასთან ნიშნავდა კომპრომისს პრინციპებში. ნიშნავდა მორჩილებას იმ სისტემის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც იგი იბრძოდა. ნიშნავდა ღალატს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ენდობოდნენ მას. და ილია არ შეეძლო ეს. იგი არ შეეძლო გაეყიდა თავისი პრინციპები პოზიციისთვის, თავისი იდეები ხელფასისთვის, თავისი ერთგულება გავლენისთვის. ეს იყო მორალური არჩევანი, რომელიც განსაზღვრავდა მის მთელ ცხოვრებას. პრინციპები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრივილეგიები, სიმართლე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ძალაუფლება. მაგრამ უარის თქმა ვორონცოვ-დაშკოვს ჰქონდა შედეგები. მთავარმართებელი იყო შეურაცხყოფილი. იგი მოელოდა, რომ ილია მიიღებდა შეთავაზებას, ყველა სხვა ქართველი ინტელექტუალი, რომელსაც მას შესთავაზა მსგავსი პოზიციები, მიიღებდა. მაგრამ ილია იყო განსხვავებული. და ეს განსხვავება აშინებდა მთავარმართებელს. თუ ილია არ შეიძლებოდა შეძენილიყო, მაშინ იგი უნდა განადგურებულიყო. 1901 წელს ცენზურის ზეწოლა ივერიაზე გახდა უფრო ინტენსიური. ყოველი ნომერი კითხულობდა არა ერთი, არამედ 3 ცენზორი. ყოველი სტატია ამოწმებდა არა ერთხელ, არამედ 3-ჯერ. ყოველი სიტყვა იყო ქვეშ ლუპით. ეს იყო ცენზურის ახალი დონე, არა უბრალოდ კონტროლი, არამედ სრული ჩახშობა. როგორ შეიძლებოდა გაზეთა გადარჩენილიყო ასეთ პირობებში? ილია იცოდა, რომ დრო მუშაობდა მის წინააღმდეგ. ყოველი წელი ზეწოლა იზრდებოდა. ყოველი წელი რესურსები მცირდებოდა. ყოველი წელი ადამიანები იღლებოდნენ. მაგრამ იგი ასევე იცოდა რაღაც სხვა, რომ ყოველი წელი, რომელსაც იგი გაძლებდა, იყო გამარჯვება.
ყოველი ნომერი ივერიისა, რომელიც გამოდიოდა, იყო დემონსტრაცია იმისა, რომ იმპერია არ შეეძლო სრული კონტროლი. ყოველი სტატია, რომელიც გადიოდა ცენზურას, იყო მტკიცებულება იმისა, რომ სიმართლე შეიძლებოდა ითქვა, თუნდაც ძალიან რთულ პირობებში. ეს იყო ილიას სტრატეგია, არა სწრაფი გამარჯვება, არამედ გრძელვადიანი წინააღმდეგობა. არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია. არა ძალადობა, არამედ მორალური ძალა. და ეს სტრატეგია მუშაობდა, ნელა, მტკივნეულად. მაგრამ მუშაობდა. 1902 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოავლინა იმპერიის რეპრესიული სისტემის რეალური ბუნება. ილიამ დაწერა სტატია სოფლის მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სტატია, რომელიც იყო დაფუძნებული კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, პირად დაკვირვებებზე. სტატია არ შეიცავდა პოლიტიკურ მოწოდებებს, არ შეიცავდა კრიტიკას იმპერიის მიმართ, არ შეიცავდა რევოლუციურ იდეებს. იგი უბრალოდ აღწერდა ფაქტებს, როგორ ცხოვრობდნენ ქართველი გლეხები, რა პრობლემები ჰქონდათ, რა საჭიროებდნენ. მაგრამ ცენზორმა, სახელმწიფო საბჭოს წევრმა ალექსანდრე მაქსიმოვმა სრულად ამოიღო სტატია. რატომ? რადგან მისი სიტყვებით სტატია ქმნის ნეგატიურ შთაბეჭდილებას იმპერიის მმართველობის შესახებ. როგორ შეიძლებოდა ფაქტები ქმნიდნენ ნეგატიურ შთაბეჭდილებას? როგორ შეიძლებოდა სიმართლე იყოს აკრძალული? ილიამ გააპროტესტა გადაწყვეტილება. იგი დაწერა ოფიციალურ წერილს ცენზურის კომიტეტს, სადაც დეტალურად ახსნა, რომ სტატია არ შეიცავდა არაფერს, რაც შეიძლებოდა ჩაითვალოს როგორც საშიში ან სეპარატისტული. იგი მიუთითებდა კონკრეტულ პარაგრაფებზე ცენზურის რეგულაციებში, რომლებიც ნებას რთავდა ასეთი სტატიების გამოქვეყნებას. იგი სთხოვდა ახსნას, რა კონკრეტულად იყო პრობლემა სტატიაში. პასუხი, რომელიც მოვიდა 2 კვირის შემდეგ, იყო ლაკონური და საბოლოო. გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ეს იყო ის, არა არგუმენტები, არა ახსნა, არა დიალოგი. მხოლოდ ძალა. მხოლოდ აკრძალვა. მხოლოდ კონტროლი. როგორ შეიძლებოდა ადამიანი იბრძოლა ასეთი სისტემის წინააღმდეგ? მაგრამ ილია არ ანებებდა. იგი გადაწერა სტატია, არა შეცვალა მისი არსი, არამედ შეცვალა მისი ფორმა. იგი ამოიღო ზოგიერთ კონკრეტულ მაგალითს და ამატა უფრო ზოგად ფორმულირებებს. გახადა ენა უფრო დიპლომატიური. და გაგზავნა ახალი ვერსია ცენზურას. ეს ვერსია ასევე იქნა უარყოფილი. ილიამ გადაწერა კიდევ ერთხელ. კიდევ უარყოფილი. გადაწერა მესამედ. კიდევ უარყოფილი. ეს გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში. ილია წერდა, ცენზორები უარყოფდნენ, ილია ხელახლა წერდა. ეს იყო ამომწურავი, ეს იყო დამამცირებელი, ეს იყო უსაზღვროდ მტკივნეული. მაგრამ ილია არ შეწყვეტდა. რატომ? რადგან შეწყვეტა იქნებოდა აღიარება იმისა, რომ ცენზორები იყვნენ მართალი, რომ სიმართლე არ შეიძლებოდა ითქვა, რომ იმპერია ჰქონდა უფლება აკონტროლოს არა მხოლოდ რას წერდნენ ადამიანები, არამედ რას ფიქრობდნენ. საბოლოოდ მეშვიდე ვერსია იქნა მიღებული, არა იმიტომ, რომ ცენზორები შეიცვალნენ აზრი, არამედ იმიტომ, რომ სტატია იყო ისეთი გაზავებული, ისეთი ზოგადი, ისეთი უნებელი, რომ იგი თითქმის კარგავდა თავის თავდაპირველ მნიშვნელობას. მაგრამ ილიამ გამოაქვეყნა იგი. რატომ? რადგან თუნდაც ეს გაზავებული ვერსია იყო უკეთესი. ვიდრე არაფერი. თუნდაც ეს შეზღუდული სიმართლე იყო უკეთესი ვიდრე სრული დუმილი. თუნდაც ეს მცირე გამარჯვება იყო გამარჯვება. და ეს იყო ილიას ფილოსოფია, არა იდეალური გამარჯვება, არამედ რეალური პროგრესი. არა ყველაფერი ან არაფერი, არამედ ნაბიჯ წინსვლა. არა რევოლუციური ცვლილება, არამედ თანმიმდევრული რეფორმა. და ეს ფილოსოფია იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა, როდესაც ყველა სხვა დანებდებოდა. მაგრამ რა ფასი ჰქონდა ამ გამარჯვებებს? რა ფასი ჰქონდა 40 წლის განმავლობაში მუდმივ ბრძოლას? ილია ჭავჭავაძე 1915 წელს, როდესაც მას იყო 67 წელი, იყო ფიზიკურად და ემოციურად ამოწურული. მისი ჯანმრთელობა იყო შესუსტებული 10 წლეულების სტრესით. მისი ფინანსური მდგომარეობა იყო კატასტროფული. მისი პირადი ცხოვრება იყო მსხვერპლი მიღებული საჯარო საქმიანობისთვის. მაგრამ იგი არ შეწყვეტდა. იგი განაგრძობდა წერას, განაგრძობდა ბრძოლას. განაგრძობდა რწმენას. რატომ? რა აძლევდა მას ამ ძალას? რა იყო მისი საიდუმლო? პასუხი შეიძლება იპოვოთ ერთ წერილში, რომელიც ილიამ დაწერა თავის ახლო მეგობარზე 1914 წელს.
წერილში, რომელიც არასოდეს არ იყო განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, ილია წერდა, ზოგჯერ მეკითხებიან, როგორ ვუძლებ ყველა ამას. პასუხი მარტივია, მე არ ვიბრძვი იმპერიისთვის ან იმპერიის წინააღმდეგ. მე ვიბრძვი იმ იდეისთვის, რომ ჩემს ხალხს აქვს უფლება იყოს თავისუფალი, იყოს განათლებული, იყოს ღირსეული. და ეს იდეა არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი იმპერია, უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი ცენზურა, უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი რეპრესია. ამიტომ მე არ ვანებებ. ამიტომ მე არ შევწყვეტ. ამიტომ მე გავაგრძელებ, სანამ ცოცხალი ვარ. ეს იყო ილია ჭავჭავაძის საიდუმლო, არა ზებუნებრივი ძალა, არა განსაკუთრებული ნიჭი, არამედ უბრალო, მაგრამ ძლიერი რწმენა იდეაში, რომელიც იყო უფრო დიდი ვიდრე ის თავად. როგორ შეიძლება იმპერია დაამარცხოს ასეთი რწმენა? როგორ შეიძლება ძალა გაანადგუროს იდეა, რომელიც ცოცხალია არა ერთ ადამიანში, არამედ მილიონობის გულებში? 1916 წელს იმპერიამ შექმნა რაღაც, რაც ოფიციალურად არასოდეს არ არსებობდა, სპეციალური ჯგუფი, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო ილია ჭავჭავაძის ფსიქოლოგიური მოსპობა. არა ფიზიკური განადგურება, ეს გამოიწვევდა მარტვილობას. არა იურიდიული დევნა, ეს გამოიწვევდა საერთაშორისო სკანდალს. არამედ რაღაც უფრო დახვეწილი, სისტემატური, მეცნიერულად დაგეგმილი ფსიქოლოგიური ტერორი. ჟანდარმერიის არქივებში, რომლებიც გაიხსნა 1990 წლებში, აღმოჩნდა დოკუმენტი სახელწოდებით სპეციალური ღონისძიებები ჭავჭავაძის საქმეში. დოკუმენტი შეიცავდა 12 გვერდის დეტალურ გეგმას, როგორ შეიძლებოდა ადამიანის მორალური მოსპობა ისე, რომ არავინ შეამჩნევდა, რომ ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის არსებობა? როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო იყენებდა ფსიქოლოგიურ წამებას როგორც ოფიციალურ პოლიტიკას? პირველი მეთოდი იყო კონტროლირებადი იზოლაცია. ილიას გარშემო ნელ-ნელა იქმნებოდა ვაკუუმი. ადამიანები, რომლებიც ადრე თავისუფლად ხვდებოდნენ მას, იწყებდნენ თავის არიდებას. არა იმიტომ, რომ ისინი აღარ პატივს სცემდნენ მას, არამედ იმიტომ, რომ ჟანდარმერია აფრთხილებდა მათ. ზოგს ეუბნებოდნენ პირდაპირ, შეხვედრა ჭავჭავაძესთან შეიძლება ჩაითვალოს როგორც საეჭვო საქმიანობა. ზოგს უბრალოდ აჩვენებდნენ, რომ მათი მოძრაობები აკონტროლებდნენ. ზოგს სთავაზობდნენ კარიერულ შესაძლებლობებს, თუ ისინი შეამცირებდნენ კონტაქტებს გარკვეულ პირებთან. შედეგი იყო ერთი და იგივე, ილია ნელ-ნელა რჩებოდა მარტო. არა სრულად მარტო, მას ჰყავდა ერთგული მეგობრები, რომლებიც არასოდეს არ მიატოვებდნენ მას. მაგრამ წრე მცირდებოდა. ყოველი წელი ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დახმარება, ხდებოდნენ ნაკლები. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაეგრძელებინა ბრძოლა, როდესაც გრძნობდა, რომ რჩებოდა სულ უფრო მარტო? მეორე მეთოდი იყო ინფორმაციული მანიპულაცია. იმპერია არ უბრალოდ ცენზურავდა ილიას პუბლიკაციებს, იგი ქმნიდა ალტერნატიულ ნარატივს. რუსულენოვან პრესაში რეგულარულად გამოჩნდებოდა სტატიები, რომლებიც აჩვენებდა ილიას როგორც მარგინალურ ფიგურას, იზოლირებულ ექსტრემისტს, ადამიანს, რომელიც დაკარგა კავშირი რეალობასთან. ეს სტატიები არ იყო პირდაპირი თავდასხმები, ისინი იყო უფრო დახვეწილი. ისინი აღიარებდნენ ილიას ნიჭს, მაგრამ ამბობდნენ, რომ მისი იდეები იყო მოძველებული. აღიარებდნენ მის წვლილს, მაგრამ ამბობდნენ, რომ ახალი თაობა საჭიროებდა ახალ ლიდერებს. აღიარებდნენ მის ერთგულებას, მაგრამ ამბობდნენ, რომ მისი მეთოდები აღარ მუშაობდა. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაციის ტექნიკა, არა უარყოფა, არამედ მარგინალიზაცია. არა თავდასხმა, არამედ უგულებელყოფა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი იბრძოლა ასეთი მანიპულაციის წინააღმდეგ? მესამე მეთოდი იყო კონტროლირებადი პროვოკაცია. ჟანდარმერია რეგულარულად ავრცელებდა ჭორებს, რომლებიც იყო დიზაინირებული იმისთვის, რომ გამოეწვია რეაქცია ილიასგან. მაგალითად ჭორი, რომ ივერია დაფინანსდებოდა უცხოური აგენტების მიერ. ან ჭორი, რომ ილია გეგმავდა რადიკალურ ქმედებებს. ან ჭორი, რომ მას ჰქონდა საიდუმლო შეხვედრები რევოლუციონერებთან. ყოველი ეს ჭორი იყო სრული ტყუილი, მაგრამ ისინი იყო დიზაინირებული იმისთვის, რომ აიძულონ ილია უპასუხოს, დაეცვა, გამოეხატა. და თუ იგი პასუხობდა, ეს შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჭორები ჰქონდა რაღაც საფუძველი. თუ იგი არ პასუხობდა, ეს შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც ჩუმი აღიარება. ეს იყო ფსიქოლოგიური ხაფანგი, საიდანაც არ იყო გამოსავალი. როგორ შეიძლებოდა ადამიანი გაეგრძელებინა მუშაობა? როდესაც ყოველი მისი ნაბიჯი შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. ილიას სტრატეგია იყო გასაოცარი თავისი სიმარტივით იგნორირება.
იგი არ პასუხობდა ჯორებს. იგი არ ებრძოდა დეზინფორმაციას. იგი არ ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. ნაცვლად ამისა, იგი უბრალოდ განაგრძობდა თავის მუშაობას. წერდა სტატიებს. აქვეყნებდა გაზეთს. ორგანიზებდა საგანმანათლებლო პროექტებს. მისი ლოგიკა იყო მარტივი, საუკეთესო პასუხი ტყუილზე არის სიმართლე და სიმართლე ვლინდება არა სიტყვებში, არამედ საქმეებში. ადამიანები ხედავდნენ, რას აკეთებდა იგი, და ისინი იცოდნენ, რომ ჭორები იყო ტყუილი. ეს იყო მორალური პოზიცია, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ თავშეკავებას, არა რეაგირება პროვოკაციებზე, არა ჩართვა კონფლიქტებში, არა დაცემა იმ დონეზე, სადაც იმპერია სურდა მისი ჩამოყვანა. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლებოდა ადამიანი გაიგრძელებინა ასეთი თავშეკავება? რამდენ ხანს შეიძლებოდა იგნორირება იყოს ეფექტური სტრატეგია? 1918 წელს რუსეთის იმპერია ჩავარდა ქაოსში. რევოლუცია სამოქალაქო